სახლები ბეტონის მილში, გამოქვაბულში ან ყველაზე გასაოცარი, სახლები ლუდის ქილებით. ალბათ ვერ დაიჯერებთ, რომ ასეთ ადგილებში ცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ როდესაც შიგნით შეხვალთ, მიხვდებით, რომ ცდებოდით. არ გჯერათ? დავიწყოთ და ნახავთ თქვენი თვალით ყველაფერს. გაიცანით მსოფლიოში ყველაზე პატარა სახლი. მისი მფლობელი გლენი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ბევრი ნივთი და ფუფუნება სჭირდება. ის ყველაზე მეტად აფასებს იმ თავისუფლებას, რომელსაც მისი უჩვეულო სახლი აძლევს. ასეთი სახლი მარტივად თავსდება ჩვეულებრივ ფურგონში და მხოლოდ რამდენიმე საათში შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას გადაიტანოთ. პატარა სახლის ფართობი 2 კვადრატულ მეტრზე ცოტათი მეტია. მიუხედავად მისი ზომისა, მას აქვს ნიჟარა, გასქურა და ფუნქციური კანალიზაცია. ასევე აღჭურვილია ქარის ტურბინით და მცენარეების მოსარწყავად წყლის ნარჩენების შეგროვების სისტემით. ალბათ გაინტერესებთ, სად არის ტუალეტი. აი ამ ხვრელშია, რომელიც ფრიზბით არის დაფარული. როგორ მოგწონთ ეს იდეა? ღამის გატარება უზარმაზარი ბიგლის მუცელში არც თუ ისე მიმზიდველად ჟღერს, თუმცა სინამდვილეში ეს საკმაოდ უჩვეულო სასტუმროა. მხატვრებს დენის სალივანსა და ფრენსის კონკლინს კოტონვუდიდან ეს იდეა ნამდვილად შეუყვარდათ და დაიჯერეთ უამრავ სტუმარსაც მოსწონს. მინი ჰოტელის მფლობელებს, რომელსაც დაახლოებით 10 მეტრის ზომის ძაღლის ფორმა აქვს, სტუმრების ნაკლებობა არ აწუხებთ. უფრო მეტიც, ზომიერი საფასურის სანაცვლოდ სტუმრებს შეუძლიათ არა მხოლოდ თემატურ ოთახში დარჩენა, არამედ ადგილობრივ გამოფენაზე დასწრება, რომელიც ყველა ძაღლს ეძღვნება. დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ შეიძინონ ხელნაკეთი საჩუქრებით. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სტერეოტიპებს უპირისპირდება. ასეთი სტერეოტიპია მაგალითად, რომ მხოლოდ უსახლკაროებს შეუძლიათ ხიდების ქვეშ ცხოვრება. ნახეთ რა მოიფიქრა მან. ეს არის მსგავსი საცხოვრებელი ყუთი, რომელიც შეგიძლიათ ხელით გადაიტანოთ ხიდის ერთი ბოძიდან მეორეზე. მეორე მხარეს კი არის სკამი და მაგიდა, რომლებიც ჰაერში კიდია და თავსატეხის ნაწილობრივ თერგებიან ერთმანეთს. ამგვარად იქმნება საცხოვრებელი სივრცე. რა თქმა უნდა, ეს სრულყოფილი სახლი არ არის. ბოლოს და ბოლოს მაინც გჭირდება ტუალეტი, ხელების დაბანა და საჭმლის მომზადება. თუმცა ეს ყუთი რეალურ სახლად არ იყო ჩაფიქრებული თავიდანვე, არამედ ალტერნატიულ გზად, რომ დიდ ქალაქში განმარტოვდეთ და მოიძიოთ ადგილი, სადაც არავინ შეგაწუხებთ. ზოგისთვის სიტყვა გამოქვაბულის ადამიანი შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს, მაგრამ ანჯელო მასტრა დიდი ბრიტანეთიდან არ შეწუხდება ამის გამო. მან $230,000 დააბანდა სახლში, რომელიც რეალურ გამოქვაბულში საკუთარი ხელებით ააშენა. და არა, ეს გამოქვაბული ნეანდერტალელების სამყოფელს სულაც არ ჰგავს. ის საკმაოდ თანამედროვე სახლია საინტერესო ინტერიერით, გათბობით ელექტროენერგიით და უკაბელო ინტერნეტითაც კი. სხვათაშორის აქ თავს იზოლირებულად სულაც არ იგრძნობთ. ანჯელომ ასევე გააკეთა კედლებში სარკმლები. სინამდვილეში აქ ცხოვრება თითქმის არაფრით განსხვავდება მაგარ ადგილას, მაგალითად პენტჰაუსში ცხოვრებისგან. ოდესმე გამოქვაბულში ცხოვრებაზე თუ გიოცნებიათ ან გაგჩენიათ ამის სურვილი. როცა ამ უჩვეულო სახლს შეხედავთ, ალბათ ბევრ კითხვას დასვამთ. ვინ ცხოვრობდა აქ, ან საერთოდ ვინი ცხოვრობდა? როგორ არის აშენებული და ბოლოს რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ძროხასთან? ამ ადგილის ისტორია იმდენად უცნაურია, რომ უფრო გიჟი არქიტექტორის უცნაურ სიზმარს გავს. ეს ქვის სახლი ესპანეთშია, მას შემქმნელებმა სიამაყით სოკო დაარქვეს. მათ 660 ფუტი თივა ჩააწყვეს მიწის ორმოში სპეციალური წესრიგით, რათა სახლის შიდა განლაგება დაესახათ. შემდეგ თივაზე დაასხეს ბეტონი და თამაშში სწორედ აქ ჩაერთო ძროხა. ის ჯერ კიდევ ხბო იყო, როდესაც თივის ჭამა დაიწყო და ბოლოს, როდესაც უკვე ზრდასრული გახდა, სამუშაოც დაასრულა. ამის შემდეგ გამაგრებული სოკო ამოაბრუნეს ისე, რომ ჭერზე ლამაზი მიწის ნიმუშები დარჩენილიყო. საბოლოოდ მივიღეთ ძალიან უჩვეულო, თუმცა მყუდრო სახლი ულამაზესი ხედით. მაშინ, როცა გამოქვაბული ან ქვის ნაგებობა იდეალურ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, კონტეინერში ცხოვრება ნაკლებად მიმზიდველი ჩანს ამ ყველაფრის ფონზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ კომფორტული გარემოს შექმნა, თუნდაც კონტეინერშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ფართი ძალიან მცირეა, მაგრამ აქ ყველაფერს იპოვით, რაც გჭირდებათ. საწოლი, სათავსო, საშხაპე, მაცივარი, უნიტაზი და თუნდაც სარეცხი მანქანაც კი. ეს ადგილი ეკუთვნის პატივცემულ ადამიანს, უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორს. ღამის გატარება ბეღელში შესაძლოა იდეალურად საერთოდ არ ჟღერდეს, მაგრამ დამიჯერეთ, ზოგიერთი ბეღელი სხვებს ნამდვილად არ ჰგავს. მაგალითად, ეს ადგილი შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. შესაძლოა იმაზე მეტადაც კი, ვიდრე რომელიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. ბევრი სივრცე, მყუდრო ბუხარი, ავთენტური მასალები. კიდევ რა გჭირდება დაუვიწყარი შაბათ-კვირისთვის.
ზოგიერთი ადამიანი სიტყვა კარავს მოისმენს თუ არა რაღაც საფრთხეს და თავგადასავალს წარმოიდგენს. სხვებს კი კარვებში ცხოვრება საკმაოდ რომანტიკულად მიაჩნიათ, მაგრამ ყველას აუცილებლად მოეწონება აი ეს გამოგონება. ახალი თაობის კარვები, რომლებიც 10 წლიან გარანტიას გვაძლევენ და მეოთხე კატეგორიის ქარიშხალსაც კი უძლებენ. ამ თავშესაფრის დასაყენებლად მხოლოდ ჰაერი და წყალი გჭირდებათ. დრო სჭირდება მხოლოდ 2 საათი, თუმცა საცხოვრებლად შესვლამდე უნდა დაელოდოთ, სანამ სპეციალური ბეტონის სტრუქტურა არ გამაგრდება ბოლომდე, რასაც დაახლოებით 1 დღე სჭირდება. ახლა ეს ნახეთ, ტურისტებისთვის გაქირავებული საცხოვრებელი იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში. აქ 2 საძინებელია, სამზარეულო და კიბე, რომელიც საიმედოდ დამალულია კარადაში. ეს მართლაც გასაოცარია. იოჰანესბურგის მცხოვრები ხალხი აშკარად ძალიან დიდი შემოქმედებითი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. აი კიდევ ერთი საინტერესო პროექტი იქედან, მაგრამ შეიძლება იკითხოთ, სად არის აქ სახლი? აი ისიც. ეს მწვანე კონტეინერები მალე ბინებად იქცევა. კონტეინერი რამდენიმე თვის შემდეგ ასე გამოიყურება. საკმაოდ თანამედროვე, თუმცა ყველასთვის სასიამოვნო შესაძლოა ის არ იყოს. მაგრამ თქვენ ჯერ ინტერიერი არ გინახავთ. ძალიან მაგარია და იაფფასიანი საცხოვრებლის შთაბეჭდილებას ნამდვილად არტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ცხოვრება საკმაოდ ბიუჯეტურია. სახლს გარეგნობით ნუ შეაფასებთ. რას წარმოიდგენთ გონებაში, როცა ხის სახლს ვახსენებთ? უმეტესობა ალბათ რაღაც ქოხს. ამ შემთხვევაში სიურპრიზი გელოდებათ. ეს ხის სახლია. ეს საოცარი ადგილი მდებარეობს სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნულ პარკში. ეს ნიშნავს, რომ ჯაკუზისა და გიგანტური საწოლის გარდა, აქ ასევე საოცარ ხედებს მიიღებთ. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ტერასაზე საუზმობთ, შესაძლოა ზებრების და ჟირაფების ჯოგიც დაინახოთ. აი კიდევ ერთი ეკო-კურორტი სამხრეთ აფრიკიდან. კარავისადაც შეიძლება მათაც კი უნდოდეთ დარჩენა, ვისაც კარვებით ცხოვრება ეზიზღებათ. მას ნამდვილად აქვს ყველაფერი კომფორტული დასვენებისთვის. და დიახ, ჯაკუზით შედის კომპლექტში. გინახავთ მსგავსი რამ გარეუბანში. ეს სილოსებია, სადაც ფერმერები ამზადებენ და ინახავენ საკვებ პროდუქტებს ცხოველებისთვის, ხშირ შემთხვევაში მარცვლეულს. დაიჯერებთ, რომ ეს სივრცეც კი შეიძლება საცხოვრებლად იქნეს გადაკეთებული. დაათვალიერეთ ეს მდიდრული სასტუმრო სამხრეთ აფრიკაში. აქ, როგორც ხედავთ, ყველაფერია, რაც კომფორტული ყოფნისთვის გჭირდებათ. სამზარეულო ტერასა, საშხაპე სამეფო ზომის საწოლი და პატარა აუზიც კი. მხოლოდ 2 წესი არსებობს. საკვები გარეთ უნდა მოამზადოთ და შიგნით მოწევა არ შეიძლება, რადგან სილოსი მეთანს დიდი რაოდენობით გამოჰყოფს. თუ ვინმემ სილოსში სახლი ააშენა, რატომ არ უნდა ააშენოს ის წყლის კოშკში? საქართველოში შესაძლოა მსგავსი რამ იშვიათი იყოს, მაგრამ ამერიკაში ასეთ რამეს ბევრგან ხვდებით. კალიფორნიაში 30 მეტრის სიმაღლეზე სანაპიროდან არის მყუდრო ადგილი სტუმრებისთვის. ეს კოშკი ოდესღაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნეში ის ორთქლმავალებს წყლით ამარაგებდა. შემდეგ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიტოვებული იყო, სანამ 2016 წელს ადგილობრივმა მილიონერმა არ იყიდა. მან კოშკი მუზეუმად გადააკეთა და შემდეგ საზოგადოებისთვის გახსნა. ახლა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი წინასწარ დაჯავშნა. პირდაპირ გითხარით, გინდა თუ არა რომ ფურგონში იცხოვროთ. ეს ფურგონი მიტოვებული და დეპრესიული ჩანს, მაგრამ მხოლოდ კარი უნდა გააღოთ. ამ ფურგონის მფლობელივი ცხოვრება ალბათ ყველას მოუნდება. და რა თქმა უნდა, ყველაზე მაგარი ნაწილი ულტრაკომფორტული საწოლია, სადაც მთელი დღე გსურს რომ დაიძინო. აღმოჩნდა, რომ თუ შენი გონება და ხელები კარგად მუშაობს, შეგიძლია ბეტონის მილი მაგარ სახლად გადააქციო. იაპონური სახლების პროექტებით შთაგონებულმა წყვილმა დაამტკიცა, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია. საუკეთესო მომენტი აქ ის არის, რომ ამ სახლის ნებისმიერ ადგილზე გადაადგილება შეგიძლიათ და ახალი ხედით დატკბები იმ დროს, როცა მოისურვებ. როცა ამ სახლს უყურებ, შეიძლება იფიქრო, რომ აქ ვიღაც ცნობილი ადამიანი ცხოვრობს. ის მართლაც რომ კაშკაშა, მაგრამ სინამდვილეში ეს ადგილი ტეხასელი ყაჩაღი კაცის მიერაა შექმნილი. ერთ მომენტში მას სახლში დაახლოებით 50,000 ცარიელი ლუდის ქილა ჰქონდა და გაიფიქრა, რატომ არ გამოვიყენო ეს კარგი საქმისთვის. ასე დაიბადა უჩვეულო მასალით აშენებული სახლის პროექტი. ამ სახლის აშენებას დაახლოებით 2 ათწლეული დასჭირდა. მფლობელმა სახლი ისე დააპროექტა, რომ შეძლებოდა მისი საყვარელი სასმელის დალევა დროის უქმად ხარჯვის გარეშე. მაგალითად, მას აღარ უწევს გაზონზე ზრუნვა, რადგან ის უბრალოდ გაქრა, იმიტომ რომ გარშემო ყველგან ბეტონია. მას ელექტროენერგიის დამატებითი ხარჯიც არ აქვს, რადგან ალუმინი მზის სხივებს ირეკლავს და განათებულია. ახლა მფლობელი იქ აღარ ცხოვრობს, მაგრამ ტურისტებს უყვართ ლუდის სახლის შაბათ-კვირისთვის დაქირავება და ადგილობრივი ალუმინის მარაგების შევსება. მანო ხო ხვდებით, ლუდის დასალევად იკრიბებიან სხვა არაფერი. ბევრი ადამიანი ყოველთვის ატარებს ჩანთაში ნივთებს ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ ეს კაცი სრულიად ახალ დონეზე ავიდა. ის თავის სახლს თან ატარებს.
Liu Ling Chaos ჩინეთში მეცახელად ლოკოკინას კაცად იცნობენ. მას აქვს პატარა პორტატული სახლი, რომელიც სხვადასხვა ადგილას გადააქვს. ეს მას სამუშაოში ეხმარება. ყოველ კვირას ის ტოვებს თავის პატარა სოფელს და დიდი ქალაქისკენ მიემართება. 3 დღის განმავლობაში გზად ნარჩენებს აგროვებს და შემდეგ მათ გადამუშავებისთვის ყიდის. ეს სახლი ისე მძიმე არ არის, როგორც ერთ შეხედვით ჩანს, მხოლოდ 60 კილოგრამია, რადგან ძირითადად დამზადებულია ბამბუკისა და პოლიეთილენისგან. შიგნით შეგიძლიათ იპოვოთ ჭურჭელი, თეთრეული სამზარეულოს ადგილი. გარედან კი ეს ნაგებობა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშს გავს. ალბათ წარმოდგენა გაქვთ თუ რა შეიძლება იყოს ამ კოსმოსურ ხომალდში. არა, ეს საკვები არ არის. არც მილის ფორმაში ჩაკეტილი ცხოვრება. პირიქით, ამ სასტუმროში დროის გატარებაზე არავინ იტყოდა უარს. ეს ეკოკაფსულა ძალიან მობილურია, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული სად მოათავსებთ მას. ამავდროულად მფლობელს არ სჭირდება გარესამყაროს ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულება, რადგან სახლი მზისა და ქარის ენერგიით მუშაობს. დაწერეთ კომენტარებში, სად ისურვებდით ეკოკაფსულით გამგზავრებას. აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ტყის ქოხში ცხოვრება განსაკუთრებით მოსწონს. ასეთი სახლები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ მათ საერთო აქვთ ერთი რამ: ყველა ქმნის ზღაპრული კომფორტის ატმოსფეროს. თქვენ მხოლოდ ბნელი ტყის შიშის გადალახვა დაგჭირდებათ და მზად ხართ უკვე აქ საცხოვრებლად. გარედან ეს სახლი ჩვეულებრივ ბუნკერს გავს, მაგრამ შიგნით თუ შევიხედებით, მივხვდებით, რომ სახლი გარედან ნამდვილად არ უნდა შევაფასოთ. ეს სახლი ორეგონში მცხოვრებ დეივიდს ეკუთვნის. როგორც ჩანს, მას ჰობიტის ცხოვრება მოსწონდა, მიუხედავად ზოგიერთი არასახარბიელო პირობებისა. მაგალითად, მაცივარი არ აქვს, ამიტომაც დეივიდი დილით საუზმის მოსამზადებლად წყალს იყენებს რძის ნაცვლად. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, ეს უბრალოდ ამერიკელებს მოსწონთ ასე დილით რძე. პოპულარსკვლავები, მოდელები და ბიზნესმენები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ამ ადგილს ნამდვილად არ უშინდებიან. პირიქით, ისინი აქ ხშირად ჩამოდიან. ეს უჩვეულო სივრცე, რომელიც მექსიკაში ტულუმში მდებარეობს, აზულკის სასტუმრო და მიმდებარე გალერეა. მთელი ადგილის კონცეფცია ბუნებისა და თანამედროვე არქიტექტურის ერთიანობას ეფუძნება. ვინც აქ ყოფნის ბედნიერებას იღებს, ამბობს, რომ შიგნით თავს გიგანტური ვეშაპის მუცელში გრძნობთ. დიახ, ყველას არ შეუძლია ამ ადგილის დაფასება, მაგრამ ის ნამდვილად ორიგინალურად გამოიყურება. მზადიყავით, რომ ის რასაც ახლა ნახავთ, გაგაოცებთ. ეს არის Border Collie, სახელად სილა, რომელიც $500,000 შეფასებულ თავის სასახლეში ცხოვრობს. ეს ყველაფერი მის ძალიან მზრუნველი და ძალიან მდიდარი მფლობელის დამსახურება, მაგრამ ის ყოველთვის მდიდარი არ ყოფილა. კაცი ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა. როდესაც ზრდასრული გახდა, მას ჯიბეში ერთი პენიც კი არ ჰქონდა. არც ახლობლები ჰყავდა და დამოკიდებულებით იტანჯებოდა. შემდეგ მან სილა აიყვანა და ძაღლების გაზრდითა და გაწვრთნით დაინტერესდა. დროთა განმავლობაში კაცი იმდენად კარგი გახდა ამ საქმეში, რომ სხვა ადამიანებსაც ასწავლა. მალე მის ბლოგს მილიონი გამომწერი ჰყავდა. კაცმა კი საკუთარი ცხოველთა მოვლის მაღაზიაც გახსნა. შემდეგ მას შეეძლო უკვე თავისი ყველაზე დიდი ოცნების შესრულება. სილასთვის ბედნიერი და კომფორტული ბავშვობა შეექმნა, რომელიც თავად არასდროს ჰქონია. ახლა ძაღლი თავის სასახლეში ცხოვრობს და ხშირად იღებს სტუმრებს. სახლი ღიაა და ყველა ცხოველების თუ მათი მზრუნველი მფლობელებისთვის იქ ძალიან კარგი პირობებია მოწყობილი. ეს სახლი უფრო ჰგავს ფილმის შენობას, ვიდრე მყუდრო სახლს. შიგნით ვიეტნამის ტურისტული სასტუმროა, რომელიც შეშლილი სახლის სახელითაა ცნობილი. ამ უჩვეულო შენობის არქიტექტორები შთაგონებულნი იყვნენ ცნობილი ესპანელი ანტონიო გაუდის ნამუშევრებით. თუმცა მისი უჩვეულოდ ექსტრავაგანტული ექსტერიერი არ ნიშნავს, რომ სტუმრებს შიგნით ძირითადი კომფორტი არ აქვთ. თქვენ შეგიძლიათ აქ მთელი ოჯახით დაისვენოთ და საკმაოდ კომფორტულად იგრძნოთ თავი. თუ რა თქმა უნდა, საკმარისად მამაცი ხართ. ეს სახლი უფრო მეტად სამხედრო სტრუქტურას ან უცხოპლანეტელობის ხომალდს გავს. ეს ნამდვილად უცნაურია. სინამდვილეში ეს სახლი მთლიანად ფოლადისგან არის გაკეთებული. ამერიკელმა მხატვარმა და მოქანდაკემ რობერტ ბრუნომ მის დასრულებას 30 წელი მოანდომა. მან ტეხასში, რენსომის კანიონის ქედზე შთამბეჭდავი ხედების მქონე ადგილი აირჩია და 1974 წელს თავისი ოცნების სახლის აშენება დაიწყო, თუმცა იქ დიდხანს არ უცხოვრია. დღეს კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარჩეს ამ უჩვეულო სახლში, რომელიც 110 ტონა ფოლადისგან არის აშენებული. შიგნით საკმარისი სივრცეა. სახლის ფართობი დაახლოებით 800 კვადრატული მეტრია. ეს სახლს ნამდვილად არ გავს. სინამდვილეში ეს არის სარდაფი. ნიდერლანდების ერთ-ერთმა სტარტაპმა გადაწყვიტა, რომ ამ ტიპის საცავის სივრცეები თანამედროვე ცხოვრებაში ხელახლა შემოეტანა, თუმცა ახალი და მოდერნიზებული ფორმით. ეს რაღაც კაფსულის მსგავსი სახლია, რომელიც მიწისქვეშ არის დამალული. აქ შეგიძლიათ საკვები, რაც შეიძლება დიდხანს შეინახოთ, იდეალური მიკროკლიმატის წყალობით.
ვიდეოს ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი კიდევ ერთი პროექტი. ეს არის სახალისო და საინტერესო ხრიკების შემოწმება. თქვენ ძალიან მოგეწონათ ეს ფორმატი, ამიტომაც აი ამ არხზე გავაგრძელებთ მსგავს ვიდეოებს, ასე რომ აღწერაში და პირველ კომენტარში ჩამაგრებულ ლინკზე გადადით და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.